გამარჯობა, მე ციკო ვარ. ცხოვრობ ესპანეთში და ესპანურს ვასწავლი ქართველებს. მიყვარს აქაურობა, ესპანური ენა და რაც მთავარია, სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ჩემს ცოდნას სხვას ვუზიარებ. ბევრი თქვენგანისთვის ესპანური ენა რთულია, ამიტომ გიჭირთ ყოველდღიურად კომუნიკაცია, არადა ძალიან გჭირდებათ. მე ვთვლი, რომ სწავლების პროცესი უნდა იყოს ძალიან სასიამოვნო და მსუბუქი. ზუსტად ამიტომ შევქმენი ეს არხიც. აქ დავდებ ხოლმე ვიდეოებს, რომლებიც დაგეხმარებათ ესპანურის შესწავლასა და გაუმჯობესებაში. ამიტომ გამოიწერე ჩემი არხი, არ დაგავიწყდეს ზარიზღილაკის გააქტიურება და დაელოდე მომდევნო ვიდეოებსაც. ახლა კი დროა დავიწყოთ ჩვენი პირველი გაკვეთილი, რომლის თემადაც შევარჩიე წარსული დროები. ვიცი, რომ წარსული დროების გარჩევა ძალიან ბევრ თქვენგანს გიჭირთ. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ შეძლებთ აუღლოთ წესიერი და არაწესიერი ზმნები ყველა წარსულ დროში. ასევე გეტყვით, როდის და რა შემთხვევაში გამოიყენოთ თითოეული დრო, რომ აღარ დაიბნეთ საუბრის დროს. დღეს განვიხილავთ წარსულის სამ ფორმას, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ესპანელები და რა თქმა უნდა, შენც ყველაზე ხშირად ამას გამოიყენებ სასაუბრად. სანამ კონკრეტულად ახსნაზე გადავალთ, მინდა ერთი რეკომენდაცია მოგცეთ. არ შეხედოთ ამ დროებს და ამ წარსულის სხვადასხვა ფორმებს, როგორც რაიმე საზეპიროს. რეალურად ჩვენ ქართულშიც ვანსხვავებთ ამ დროებს ერთმანეთისგან. უბრალოდ რადგან ქართული არის ჩვენი მშობლიური ენა, არ ვუკვირდებით, წესებს არ ვიმახსოვრებთ. თუმცა რადგან ესპანური არის უცხოური ენა, ამის გამო რაღაც წესები უნდა დავიმახსოვროთ, რომ უფრო მარტივად შევძლოთ ამ დროების გამოყენება. და ერთი რჩევაც. მოეშვი პროტესტს. აუ, რამდენია, როგორ დავიზეპირო, რატო განსხვავდება ახლა ესენი ერთმანეთისგან? არა. მიიღე და ისწავლე. წავედით. მაშასე პირველი წარსული დრო არის pasado simple, ანუ წარსული მარტივი დრო. რას გამოხატავს ეს დრო და როდის ვილაპარაკოთ ამ დროში? როგორც ხედავთ, ეს არის მოქმედებები, რომლებიც მოხდა წარსულ დროში და დასრულდა. ბალე? ეს არის ჩაკეტილი დრო, ზუსტად ვიცით, რომ რაღაც მოქმედება მოხდა და დასრულდა. ასევე ძირითადად გამოიყენება რაიმე ისტორიის მოსაყოლად, მომხდარი მოვლენების აღსაწერად, რომელსაც აქვს ზუსტად განსაზღვრული დასრულების დრო. მოდი ვნახოთ ახლა ფრაზები, რომლებთანაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო. თქვენ თუ გინდათ, რომ თქვათ, რომ რაღაც მოხდა 1 წლის წინ, 5 თვის წინ, გასულ თვეს, რაღაც კონკრეტულ თარიღში, მაგალითად 1998 წელს და ასე შემდეგ, ყოველთვის გამოიყენეთ pasado simple, ანუ წარსული მარტივი დრო. აი აქ არის ჩამოწერილი ახლა ეს ფრაზები, hace un año 1 წლის წინ, hace 3 días 3 დღის წინ, año pasado წინა წელს, la semana pasada და ასე შემდეგ. აქ ასევე როგორც ხედავთ ბოლოში en verano pasado. ეს იმას არნიშნავს, რომ მაინც და მაინც მხოლოდ ზაფხულზე არის საუბარი. აქ შეგიძლიათ ჩასვათ ნებისმიერი სხვა სეზონი. ან აქ წერია en 1998, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მხოლოდ 1998 წელზე უნდა ისაუბროთ. შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა წელი ახსენოთ. ახლა გადავიდეთ და ვნახოთ, როგორ ვაუღლოთ წესიერი ზმნები, ხო? როგორც ეკრანზე ხედავთ, ჩვენ გვაქვს სამი ტიპის ზმნა ესპანურში. უბრალოდ დაბოლოების მიხედვით სამი ზმნა. ეს არის არზე, ერზე და ირზე დაბოლოებული ზმნები. შესაბამისად, უღლების დროსაც ასე უნდა დავყოთ კატეგორიებად. როგორც ხედავთ, ზმნა trabajar ყოველთვის მოდელი ზმნა. არს ჩამოვაშორებთ, ანუ მის დაბოლოებას და შემდეგ პირის და რიცხვის მიხედვით დავუმატებთ პირის ნიშნებს. აი მაგალითად, პირველი პირის შემთხვევაში მე ვიმუშავე წარსულ დროში იქნება trabaje. დავუკვირდით ასევე מחვილებს, ხო? აუცილებელია ეზე מחვილის დაწერა. შემდეგ trabajaste, trabajo, trabajamos, trabajasteis, trabajaron. გადავიდეთ ერზე დაბოლოებულ ზმნებზე და ირზე დაბოლოებულ ზმნებზეც, რომლებიც ერთნაირად იუღლება. აქ საქმე მარტივად გაქვთ, იმიტომ რომ მხოლოდ ერთის დამახსოვრება გიწევთ. შესაბამისად, comi, vivi, comiste, viviste, comió, vivió, comimos, vivimos და ასე შემდეგ. რამდენიმე არაწესიერი ზმნა გვაქვს. ეს არის saber, poder, poner, tener და ასე შემდეგ. რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ეს არაწესიერი ზმნები წარსულ დროში ვაუღლოთ. ამ ზმნების ფუძე წარსულში უღლებისას იცვლება. ანუ ეს რას ნიშნავს? მაგალითად, ავუღოთ ზმნა poder, ხო? სანამ მას მიუწერთ რაიმე პირის ნიშანს, აუცილებელია რომ ფუძე შევცვალოთ. მაგალითად, pud. poner შეიცვლება pus. tener შეიცვლება tu. აი აქ მაქვს პატარა მაგალითი. ნაუღლები გვაქვს estar ზმნა, როგორც გითხარით, იცვლება ფუძით estuv. და ნახეთ, როგორ შეეწყობა მას პირის ნიშნები. Estuve, estuviste, estuvo, estuvimos, estuvisteis, estuvieron. აი მწვანეთ არის გამოყოფილი ეს პირის ნიშნები. აქ არის რამდენიმე სხვა ზმნაც, tener, poder და querer, რომლებიც ასევე ფუძით იცვლება და შემდეგ ზუსტად იგივე პირის ნიშნები ემატება, რაც estar ზმნას. ანუ რეალურად პირის ნიშნები არ გვეცვლება, მხოლოდ ზმნის
ფუძე იცვლება. რაც შეეხება სხვა არაწესიერ ზმნებს, ესენი იყო ნახევრად არაწესიერი ზმნები, ბალე? მაგრამ არის ზმნები, რომლებიც სრულიად იცვლება. და რა თქმა უნდა, პირველი ესეთი ზმნა არის ირ და სერ. რატომ წერია ირსა და სერს შორის ტოლობის ნიშანი? შემთხვევით არა, ეს იმიტომ ხდება, რომ ერთნაირად იუღლება. დიახ, ზუსტად ირ, ანუ წარსულაზმნა და სერ, ანუ ყოფნაზმნა, წარსულ დროში ერთნაირად არის. ანუ წარმოიდგინეთ, ქართულში წავედი და ვიყავი, ერთნაირად რომ ჟღერდეს. ესპანურში ასეა. და ნახეთ როგორ იუღლება. Fui, fuiste, fue, fuimos, fuisteis, fueron. ასევე გვაქვს განსაკუთრებით გამონაკლისი ზმნა, რომელიც არის decir, თქმა. ეს ზმნა ასე უნდა ვაუღლოთ. Dije, dijiste, dijo, dijimos, dijisteis, dijeron. და ყველაზე ხშირად გავრცელებული შეცდომა არის ამბობენ ხოლმე dijeron. No, dijeron, no, dijeron. მესმის რატომაც, იმიტომ რომ იერონ დაბოლოება არის ხოლმე ზოგადად ზმნებში, მრავლობით რიცხვის მესამე პირში, მაგრამ არა, ეს ზმნა ზუსტად იმიტომ არის არაწესიერი, რომ არაწესიერი პირის ნიშანი აქვს და გვაქვს კიდევ რამდენიმე არაწესიერი ფორმა, რომელიც არის hacer და dar, ბალე? ასევე ხედავთ ეკრანზე hice, hiciste, hizo და აქ გვაქვს თანხმოვნის ცვლილება. hizo, θ-ი უნდა დავწეროთ აუცილებლად და არა θ-ი. და რატომ? ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. წარმოიდგინეთ, რომ მესამე პირში დაგვეწერა h, i, c და o. რა გამოვიდოდა? იკო. No. იკო არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ჟღერადობა th, იმიტომ რომ hacer, აი ეს ჩლიფინა ესპანური th, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ამის შესანარჩუნებლად გვჭირდება θ. ამიტომ θ-ს ჩავანაცვლებთ θ-ი. მოდი ახლა გადავიდეთ დროზე, რომელსაც მე შევარქვი ხოლმე. იმიტომ რომ ქართულად, როდესაც ვამბობთ, რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე, მივდიოდი ხოლმე, ვჭამდი ხოლმე, ყოველთვის გულისხმობთ რაღაც მოქმედებას, რომელიც პერიოდულად მეორდებოდა ხოლმე, ან რაღაც დროის განმავლობაში ხდებოდა. ესპანურში არსებობს ასეთი დრო, ეს არის pretérito imperfecto, რომელიც ზუსტად იმას გამოხატავს, რაც ახლა მეკითხარით. Cuando era niño, jugaba al fútbol todos los días. ასევე გრძელდებოდა რაღაც დროის განმავლობაში. ჩაჭრილი მოქმედება. ნახეთ, აქ pasado simple შემოდის. მაგალითად, estaba leyendo, ანუ რაღაც პროცესში ვიყავი, ვკითხულობდი, cuando me llamaste, როცა დამირეკე. და რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი გემრიელი დრო ისტორიის მოსაყოლად და წარსულის აღსაწერად არის ზუსტად ეს დრო და ესპანელებიც ყველაზე ხშირად ამას იყენებენ. მაგალითად, la casa era grande y bonita, era un día soleado. ნახოთ როგორ ვაწარმოოთ. აქაც რა თქმა უნდა კატეგორიას ვაკეთებთ არზე, ერთზე და ერთზე დაბოლოებული ზმნებისთვის, არზე დაბოლოებული ზმნებისთვის. მაგალითად, ავიღოთ hablar, როგორც ეკრანზე ხედავთ. არს ჩამოვაშორებთ და ზმნის ფუძე რაც გვრჩება მივუმატებთ აბას. მაგალითად, hablaba, hablabas, hablaba, hablábamos, hablabais, hablaban. მარტივად. რაც შეეხება ერზე და ირზე დაბოლოებულ ზმნებს, რა თქმა უნდა ვაშორებთ ერს და ირს და უმატებთ ია დაბოლოებებს. ესე იგი, comía, vivía, comías, vivías, comía, vivía, comíamos, vivíamos და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამი არაწესიერი ფორმა გვაქვს, ეს არის ზმნა ser. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ყოფნა ზმნა არის არაწესიერი და გვაქვს era, eras, era, éramos, erais, eran. გვაქვს ver ზმნა, veía, veías, veía, veíamos, veíais, veían და რა თქმა უნდა, ir ზმნა, რომელიც არის iba, ibas, iba და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი. მოკლედ აქ სულ 3 არაწესიერი ფორმა უნდა დავიმახსოვროთ. და მოდი ახლა მინდა რომ განახოთ განსხვავება. წითლად არის აღნიშნული pasado simple, ანუ წარსული მარტივი დრო, ხოლო შავად არის აღნიშნული აი ეს ხოლმე წარსული. Cuando trabajaba en el centro comercial, siempre llegaba temprano porque había mucho tráfico. ესე იგი, როცა უმუშაობდი ხოლმე, ყოველთვის გვიან მივდიოდი ხოლმე, იმიტომ რომ საცობი იყო. Normalmente atendía a los clientes y organizaba la tienda con mis compañeras. ზოგადად რას ვაკეთებდი ხოლმე, ხო? კლიენტებს ვემსახურებოდი და ვაორგანიზებდი მაღაზიას. Un día, mientras colocaba ropa en una estantería, entró una mujer muy nerviosa. ესე იგი, როდესაც რაღაცეებს ვალაგებდი, შემოვიდა ქალი. ენახეთ განსხვავება, ხო? ვალაგებდი, სიტუაცია გრძელდებოდა, მოქმედება გრძელდებოდა და ჩაჭრა მეორე მოქმედებამ, რომელიც არის entró, შემოვიდა. Dijo que buscaba un vestido para una boda y no tenía mucho tiempo. Dijo, თქვა, რომ ეძებდა. აი ძალიან კარგად მიყვება ქართულ
ზმნას, ფაქტობრივად ერთ-ერთი ემთხვევა ყველაფერი. ეძებდა რაღაც კაბას ქორწილისთვის და არ ქონდა ბევრი დრო. Yo le ayudé, დავეხმარე, y después de probarse varios modelos, eligió uno precioso. დახმარების შემდეგ აირჩია ძალიან ლამაზი. და მე გრძელდება ისტორია. ესე იგი, al final del día, aunque estaba cansada, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დაღლილი, me fui a casa satisfecha. წავედი სახლში კმაყოფილი. მოკლედ, ამ ტექსტში, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ჩანს განსხვავება წარსულ მარტივ დროსა და ხოლმე წარსულს შორის. სანამ მესამე წარსულ დროზე მოგიყვებით, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, მოიწონოთ ეს ვიდეო, რომ დამეხმაროთ გვერდის განვითარებაში. ეს არის პირველი სასწავლო ვიდეო, თუმცა მოგვიანებით დაიდება კიდევ სხვები. ამიტომ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება და გელოდებით გამოიწერეთ აუცილებლად ჩემი გვერდი და გაუზიარეთ მათაც, რა თქმა უნდა, ვინც ჯერ არ იცის ამ YouTube არხის არსებობის შესახებ და უნდა ესპანურის სწავლა. მადლობა წინასწარ, გავაგრძელოთ. და დარჩა მესამე ძირითადი წარსული დრო, რომელიც არის preterito perfecto compuesto, ახლო წარსული. რა თქმა უნდა, უკვე სათაურიც მიგვანიშნებს, რომ ეს ისეთი დროა, ისეთი მოქმედებებია, რომლებიც უფრო ახლახანს მომხდარია ამ დილით, ამ საღამოს. აქ palabra clave არის este. ან esta. გააჩნია, რა თქმა უნდა. ესე იგი, ეს არის მოქმედებები, რომლებიც მოხდა ახლო წარსულში და მათი შედეგი რაღაც მხრივ რელევანტურია დღევანდელ დღესთან, ანუ აწყო დროსთან. წარსულში მომხდარი მოქმედება ასევე, რომლის დროსაც ასე არ ვასახელებთ, ანუ ცნობია და ჩვენს გამოცდილებებზე ვსაუბრობთ. აი მაგალითად, has visto la película, he viajado a muchos países და ასე შემდეგ. და ასევე განმეორებითი მოქმედებები. მაგალითად, he visitado este lugar varias veces, ხო? ბევრჯერ ვესტუმრე ამ ადგილს. როგორ ვაწარმოოთ? ამასაც უმარტივესი წარმოების ფორმა აქვს. აქ დაგვჭირდება დამატებითი ზმნა, დამხმარე ზმნა, რომელიც არის aber და ეკრანზე ხედავთ მის უღლებას. აუცილებლად უნდა ვაუღლოთ ეს ზმნა აწყო დროში, ხო? Yo, he, tú, has, él, ella, usted, ha, hemos, habéis, han. და აქვე ვიტყვი, რომ h არ ვთქვათ, ხო? არ არსებობს ესპანურ ენაში h ასო, ხო? ეს არის mungi ასო, h, რომელიც არ გამოითქმის. მოკლედ ეს ზმნა უნდა დავემახსოვროთ და აუცილებლად გვჭირდება ზმნის ფორმა participio. Participio ეს არის ზმნის დასრულებული ფორმა. ანუ ეს რას ნიშნავს? არს ჩამოვაშორებთ ზმნას და მივუმატებთ ados. ესე იგი, hablado. ხოლო erze და erze დაბოლოებულები ისევ არის ერთნაირად და იქნება comido და vivido. ესე იგი, ido დაბოლოებები გვჭირდება. აქ ყურადღება მიაქციეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, ხო? ამ დროის საწარმოებლად, ანუ ამ ზმნების საუღლებლად არ გვჭირდება მთავარი ზმნის უღლება. ანუ მაგალითად, როგორც ხედავთ აქ, yo he bebido, tú has bebido, Lucía ha bebido. აქ bebidos კი არ ვაუღლებთ, არამედ ვაუღლებთ ზმნა abers. ესე იგი, ჩვენ თუ გვინდა გამოვხატოთ თქვათ, ვინ ასრულებს ამ მოქმედებას, აუცილებლად aber უნდა შევუწყოთ პირისა და რიცხვის მიხედვით. ამ დროსაც ახასიათებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ზმნისზე და ასე ვთქვათ, ფრაზები, რომლებმაც შეიძლება მიგახვედროთ, რა დროში უნდა გამოიყენოთ ზმნა და ეს არის hoy, esta tarde, esta mañana, esta noche, últimamente, ამ ბოლო დროს, todavía, ჯერ არ, aún, ასევე ამას ნიშნავს ya, უკვე. რამდენიმე არაწესიერი ფორმა გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ზმნები, რომლებიც თქვენც დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ეს არის decir, გადადის dicho. ესე იგი, მე თუ მინდა ვთქვა, რაღაც ვთქვი, ან ჯერ არ მithქვამს, აუცილებლად ვიტყვი todavía no he dicho და არა todavía no he decido და ასე შემდეგ. Decir არის არაწესიერი ზმნა, ესეც ძალიან ბევრს ეშლება ხოლმე. Hacer გადადის hecho-ში. აი მაგალითად Hoy he hecho muchas cosas. დღეს ბევრი რამე გავაკეთე. Ver გადადის visto-ში. მაგალითად, he visto esa película y me gusta mucho. ნანახი მაქვს ეს ფილმი და ძალიან მომწონს. Volver, vuelto. Todavía no ha vuelto Lucía. მაგალითად, ჯერ არ დაბრუნებულა Lucía. Poner, puesto, ir, ido და ser, sido. და მოდი შევაჯამოთ ეს სამი წარსული დრო, ხომ? დავიწყოთ, წავკითხოთ ერთად. Hola, ¿qué tal? ¿Qué has hecho hoy? ანუ დღეს რა გააკეთე? რატო ვეკითხებით ამ დროში? ¿Qué has hecho? იმიტომ რომ დღეს რა გააკეთა? ეს გვაინტერესებს, ხო? ახლო წარსულია. Pues he trabajado desde casa y luego he salido a comprar unas cosas. რა თქმა უნდა, ვპასუხობთ ასევე ამ დროში, იმიტომ რომ დღევანდელ გაკეთებულ მოქმედებებზე ვსაუბრობთ.
Yo ayer fui al centro comercial, perdón, y compré un abrigo nuevo. Ai აქ უკვე გადავდივართ pasado simpleში. რატომ? იმიტომ რომ ayer გუშინ წავედი სავაჭრო ცენტრში და ვიყიდე ახალი palto. Que bien, yo cuando trabajaba allí siempre veía mucha gente buscando ropa en esta época. Ai აქ უკვე გადავდივართ ხოლმე წარსულში. ნახეთ რა კარგად გაირჩევა. Აი მე როცა ვმუშაობდი ხოლმე მათ ყოველთვის ვხედავდი ხალხს, რომელიც ეძებდა ტანსაცმელს. Sí, había muchísima gente. Ბევრი ხალხი იყო ხოლმე. De hecho, mientras miraba unas chaquetas, sonó mi móvil y me llamaron de mi trabajo. როცა უყურებდი ქურთუკებს, დაარეკა ჩემმა ტელეფონმა. გახსოვთ? ჩაჭრილი მოქმედება. ¿Y qué te han dicho? და რა გითხრეს? Nada serio, solo han pedido un documento que no envié ayer. ესე იგი, მთხოვეს რაღაც დოკუმენტი, რომელიც გუშინ არ გაუგზავნე. ნახეთ, როგორ კარგად არის შეთამაშებული ერთმანეთთან ეს დროები. Vale, menos mal, კიდევ კარგი. Por cierto, ¿has visto la nueva cafetería que han abierto? ნახეთ, როგორ უსვამს კითხვას. ნახე, ის ახალი კაფეტერია, რომელიც ახლახანს გახსნეს? Sí, fui el sábado. ვიყავი, წავედი შაბათს. El sábado, კვირის დღეები გახსოვთ ხო? Pasado simpleში აუცილებლად. Era pequeña, pero tenía un ambiente súper acogedor. პატარა იყო, მაგრამ ძალიან კარგი სიტუაცია იყო. Pues yo todavía no he ido, me ჯერ კიდევ არ წავსულ ვარ. ნახეთ, todavía, palabra clave. Pero me han contado que el café está buenísimo. მაგრამ მომიყვნენ რომ ყავა არის ძალიან გემრიელი. მოკლედ, ჩემი აზრით ამ დიალოგში ძალიან კარგად ჩანს წარსული დროების განსხვავება და არც თუ ისე რთულია, ხო? როგორც გითხარით, არ დაიზებიროთ, გაიაზრეთ, ქართულად დაუსვით კითხვა ამ მოქმედებას. რა გავაკეთე, რას ვაკეთებდი, ახლა გავაკეთე? აი ეს სამი ძირითადი კითხვა გამოიყენეთ. დადგათ რომ დაგემშვიდობოთ, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თქვენთვის გამოსადეგი იქნება. დალაიქეთ ეს ვიდეო, დამიკომენტარეთ თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ასევე გაუზიარეთ სხვებსაც და ჩართეთ ზარისღილაკი რომ შემდეგი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. დიდი მადლობა, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.